ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. მაკასალა. სალამი ნოე. მიხარია რომ ამ ფორმატის სტუმარი ხარ და ჩვენ უკვე გვაქვს პრეისტორია ერთმანეთთან ურთიერთობის, მეგობრობის, თანამშრომლობის და ამის შედეგია რომ მე დღეს სწორედ აქ ვიმყოფები ყინულის სასახლეში და არა ჩემ სტუდიაში და მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. და ასევე მასპინძლობისთვის. ხო, ამ შემთხვევაში მიხარია რომ ჩემი სტუმარიც ხარ ახალ ყინულის მოედანზე. გარდა პროფესიული ნაწილისა და მიღწევებისა, ვინ არის მაკა გიორგობიანი? მაკა გიორგობიანი არის ალბათ ჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან მოყვარული თავისი ქვეყნის, რომელსაც აქვს ცხოვრების მიზნად დასახული, რომ თავისი პროფესიით ემსახუროს თავის ქვეყანას. ჩემი პროფესია არის ფიგურული სრიალი. აქ უკვე ვარჯიშიც დაიწყო, თუმცა ეს იმდენად საინტერესო და ლამაზი სპორტის სახეობაა, რომ აი პარალელურად ქსიამოვნეს თვალის გაგირბის, როდესაც შრომობენ, როდესაც ვარჯიშობენ და მოდი აი სწორედ აქედან დავიწყოთ, ხო? დღეს და ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელი პრეზიდენტი ხარ ფიგურული სრიალის ფედერაციის, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ბოლო პერიოდია რაღაცა რეკორდულ მიღწევებს ვხედავთ. ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ მოდი სულ თავიდან დავიწყოთ ამ სპორტის სახეობაში როგორ მოხვედი. და როდის იყო ეს? ფიგურულ სრიალში მოვედი 6 წლის ასაკში, ჩემი სურვილით. მაშინ ძალიან ხშირად იყო გადმოცემა ტელევიზიით და როგორც ჩანს დედა ხშირად თვალყურს აძევნებდა და მასთან ერთად მეც და ჩემი დიდი სურვილით რომ მინდოდა რომ აი იქ წავეყვანე, სადაც სრულდებოდა ეს ძალიან ჩემთვის საინტერესო ელემენტები და მშობლებმა გაითვალისწინეს ასეც მცირე ასაკშიც ჩემი სურვილი. მაშინ იყო ერთადერთი საციგურავო მოედანი სპორტის სასახლის გვერდზე, არასტანდარტული პატარა მოედანი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე იყო ერთადერთი მოედანი საქართველოსთვის და სწორედ იქ ავიდგი ფეხი, დავიწყე სრიალი, მაგრამ პირობების უქონლობის გამო ძალიან პატარა ასაკშივე მომიწია საქართველოს ფარგლებს გარეთ ვარჯიშის გაგრძელება და დედა იყო ყოველთვის ჩემს გვერდით, ჩემოდნი წიგნებით და ასე მიწევდა ჩემო ბავშვობამ ფაქტიურად გაიარა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ვიცი რომ ადრეულ ასაკში დაანები აქტიურ სპორტსთან. ტრამვა მივიღე, რომელსაც რამოდენიმე წელი ვებრძოდი და სამწუხაროდ საკმაოდ ადრეულ ასაკში მომიწია პროფესიული სპორტიდან წასვლა დაახლოებით 16-17 წლის ვიყავი, როცა მომიწია თავი დამენებებინა. განიცადე? ძალიან განიცადე. ძალიან. ეს იყო ჩემთვის ალბათ ყველაზე მტკივნეული ჩემს ცხოვრებაში. თან ეს ესეთი განსაკუთრებით ემოციური ასაკია რა? ალბათ ასაკიც განაპირობებდა იმას, რომ ძალიან მტკივნეული იყო და პლუს ძალიან მტკივნეული იყო, იმიტომ რომ მქონდა ძალიან დიდი მიზნები, რომელიც სამწუხაროდ ვერ შევასრულე. ჩემთვის პირადად საკუთარი თავისთვის დაყენებული მიზნები, რამაც ვფიქრობ, რომ შემდეგ უკვე ხელი შეუწყო იმას, რომ მე უფრო დიდი შემართებით ვეხმარები სხვა მოზარდებს, სპორტსმენებს, რომ მათ მიაღწიონ იმ თავის მთავარ მიზანს. არ აქვს მნიშვნელობა ტიტულს. ალბათ ნებისმიერ სპორტსმენს აქვს რაღაც მიზნად დასახული, რაღაც ოცნება, სადაც უნდა რომ მივიდეს. რა იყო ეს მიზანი? მსოფლიო ჩემპიონობა მინდოდა ძალიან ბავშვობაში, ალბათ რაღაც ჩემს ღაბულ წარმოდგენებში. ეხლა ჩემი სპორტსმენები არიან მსოფლიო ჩემპიონები. ალბათ ესეც განსაკუთრებული სიამაყე არის, როდესაც შენი ხელმძღვანელობის ქვეშ
ფედერაციას გულისხმობ ამ შემთხვევაში აღმოჩნდები ტურნირზე, სადაც შენი ქვეყნის დროშა იწევა. როგორ შეგრძნება? შეუდარებელი შეგრძნება არის. ამ გზნობას ფაქტიურად არაფერი არ შეედრება ნამდვილად, იმიტომ რომ მაშინ როცა შენი დროშა ამაყად ფრიალებს ყველას პირველი რა გახსენდება აი ამას? პირველი რა თქმა უნდა ალბათ 2019 წელი ტურინი. მსოფლიო ფინალი, სადაც ზოგადად მსოფლიოდან მხოლოდ 6 უძლიერესი სპორტსმენი ხვდება. და პირველი, რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი ემოცია, რომ საქართველო პირველად მოხვდა ამ მსოფლიო ფინალზე და შემდეგ ჩვენ ეს მსოფლიო ფინალი მოვიგეთ და მოვუგეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს. და ეს იყო დაუვიწყარი ემოცია ჩემთვის და ალბათ დაუვიწყარი კადრი საქართველოს თითოეული ადამიანისთვის, ვინც თვალყურს რა თქმა უნდა ადევნებდა ფიგურულ სიგროვას, თუმცა ვინც არ ადევნებდა, მგონია იმათვისაც ძალიან ამაღელვებელი იყო, იმიტომ რომ ნამდვილად ორმაგი გრძნობა იყო, ერთი რომ გავიმარჯვეთ და ერთი რომ ასეთი ძლიერი ქვეყნები დავამარცხეთ. თუმცა რთული პერიოდიც იყო, ხო? იმიტომ რომ მე მახსოვს, ხა მე ჩემ ამბავს მოვყვები, მაშინ როდესაც ცეკვავი ვარსკვლავების პირველი სეზონი ჩავატარეთ, მე და ჩემს პარტნიორს პროექტში ზურაფ ანქველაშვილს იდეა გაგვიჩნდა, რომ მოდი ყინულის შოუც გავაკეთოთ და ვცადოთ დაკავშირება ფედერაციასთან, ვნახოთ რა მდგომარეობაა და მე ზუსტად არ მახსოვს მოვედით შევხვდით თუ ტელეფონით ვისაუბრეთ, მაგრამ ლოკაცია მახსოვს, ვიცოდი რომ სპორტ სასახლის გვერდზე იმყოფებოდა და ვიცი რომ მაშინ პასუხი მივიღე თქვენგან რომ შეუძლებელი. ყინული არ იყო. კი ბატონო, უბრალოდ ყინული არ არის და ამაზე სიმართლე რომ გითხრა გამახსენდა ის 2000-იანი წლების თუ 90-იანი წლების ქუთაისის აუზი, სადაც ბავშვები ცურვას სწავლობდნენ ზედაპირზე, ხმელეთზე პრაქტიკულად რა და მაშინ კი ვიფიქრეთ რომ მაშინ ძალიან გავარდნილი იყო ნუცა გედევანიშვილის სახელი, ჩვენი ქვეყნის სახელით მონაწილეობდა მახსოვს და რაღაც ალბათ გარკვეული მიღწევებიც ჰქონდა და ამან ყოველთვის სახელები განაპირობებენ შემდეგ სახეობის პოპულარობას, ხო? როგორც აი მაგალითად ფეხბურთში ხვიჩა კვარაცხელიამ თავიდან ახალი ალღა გააჩინა ნორჩი ფეხბურთელებისთვის ამ სპორტის სახეობის შესწავლისთვის, როგორც კალათბურთში იგივე ზაზა ფაჩულიამ და თორნიკე შენგელიამ გააკეთეს, შერმადინმა გააკეთეს. ხო, სპორტის ამ სახეობასაც ეგრეთ წოდებული ნეიმები ჭირდება, რაც დღევანდელ დღეს ეგ ფუფუნება უკვე გააჩნდა. თუმცა ჯერ ცოტა მიცის ამის შესახებ, ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ აი ეს პერიოდი გავიხსენოთ, რომ ეს სათავეში რომ მოხვედი, რა სიტუაცია იყო? ძალიან რთული და უიმედო მდგომარეობა იყო მაშინ ფედერაციაში, იმიტომ რომ არ იყო ყინულის მოედანი სტანდარტული, არ იყო ფინანსები და რაც ყველაზე, რა თქმა უნდა, რთული არ იყო სპორტსმენების შესაბამისად გამომდინარე პირობების არარსებობისა. თითზე ჩამოსათვლელი სპორტსმენი იყო. იმ პერიოდში ყველა ძალიან უიმედოდ უყურებდა ჩემს გადაწყვეტილებას, რომ ჩავდგომოდი ფედერაციას. თუმცა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო და ალბათ იყო აი ჩემი დაუსრულებელი გეგმის ასრულების კიდევ ერთი შანსი. ძალიან უიმედო, ძალიან ფაქტიურად დაბალი პროცენტი არსებობდა იმისი, რომ რაღაცის გაკეთება შესაძლებელი ყოფილა, თუმცა მე მაინც ვცადე და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა და არ ქონდა მომენტი, როდესაც ფიქრობდი, რომ აქედან არაფერი არ გამოვა. ძალიან ბევრჯერ ყოფილა მომენტი, როცა მიფიქრია და არა მარტო მიფიქრია, ძალიან თვალსაჩინო იყო, რომ არაფერი არ გამოდიოდა, იყო კედელი. გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო სპორტსმენების შესაბამისად, რა თქმა უნდა, დაინტერესებაც სახელმწიფოს მხრიდან ხდება, როდესაც არის შედეგები. თუმცა, როდესაც არ გაქვს ყინულის მოედანი, პირიქითაც ხო არის, იმიტომ რომ შედეგიდან კი არ უნდა გამომდინარეობდეს, პირიქით უნდა შექმნა ყველანაირი პირობა, რომ მიიღო შედეგი. ხო, ანუ სტანდარტულად ასე უნდა იყოს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ესე არ გამოდიოდა, რთული პროცესი იყო, ყინულის ინფრასტრუქტურის შექმნის ძალიან ბევრჯერ დაიწყო, გაჩერდა და მე მივხვდით, რომ
რაღაცნაირად სხვა გზით უნდა წავსულიყავი და მე დავიწყე უკვე ქართული ფესვების, ქართული წარმომავლობის ნიჭიერი ბავშვების მოძებნა საქართველოს ფარგლებს გარეთ. და ნაკრები შევკრიბე მართლა ძალიან ძლიერი, ძირითადად ქართველი მოციგურავეებით, რომლებიც გადმოყვანაც არ იყო ესეთი მარტივი პროცესი. Რა თქმა უნდა, ქვეყანა, რომელიც მათ მომზადებაში საკმაოდ დიდ ფინანსებს სდებდა, მარტივად არ უშვებს თავის სპორტსმენს და არ გადასცემს სხვა ქვეყანას. თუმცა ეს პროცესიც გადავიარეთ რთული, ძალიან რთული მოლაპარაკების პროცესი იყო და დღეს ყავს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები მსოფლიოში, რომელიც ნამდვილად ანგარიშგასაწევია მსოფლიო არენაზე. რა არის რასთვლი ბოლო წლების განმავლობაში მთავარ მიღწევები? 100-მდე медаლი გვაქვს აღებული საქართველოს ნაკრების წევრებს მხოლოდ. აქ არ ვთვლი ჩვენს პატარა მოციგურავეებს და აქედან 46 არის ოქრო. და თითოეული ტურნირი არის უმაღლესი კატეგორიის, საერთაშორისო თუ ჩემპიონატი, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატი და მათ შორის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. პირველად მოვიგეთ მსოფლიო ფინალი ცეკვების კატეგორიაში. შემდეგ მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში სპორტული წყვილების კატეგორიაში. ასევე პირველად ავიღეთ медаლი საქართველოს ზამთრის სახეობების ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე. ეს იყო ლუკა ბერულავას მიერ აღებული ბრინჯაოს და შემდეგ გუნდურას ფერესტოში ოქროს медаლი. ძალიან ძვირფასი ჩვენთვისაც, ჩვენი ქვეყნისთვისაც, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი ნებისმიერი სპორტსმენის და სპორტული ფედერაციის ცხოვრებაში არის ოლიმპიური თამაშები. ამ გადაცემას ნახავს ბევრი ადამიანი და მე დარწმუნებული ვარ, მათ შორის აღმოჩნდებიან ოჯახები, ვისაც გაუჩნდება სურვილი საკუთარი შვილების მოყვანის ფიგურულ სრიალზე. თან ახლახანს გავიდა ახალი წელი ყინულს. რაზეც ცალკე ვისაუბრებთ და ეს ყველაფერი ჯამურად ალბათ ბევრი ადამიანისთვის ინსპირაცია. მოდი უთხარი ამ ადამიანებს რა ასაკიდან ღირს უკვე ბავშვების შემოყვანა ფიგურულ სრიალს. მე რა თქმა უნდა ვჩევდი რომ 4 წლის ასაკიდან 4 წლის შესაძლებელია. დიახ, შესაძლებელია, სასურველიც არის, შემდეგ უკვე თუ ბავშვს აღმოაჩნდება ნიჭი, თუ აღმოაჩნდება სურვილი რომ გააგრძელოს უკვე პროფესიონალურ სპორტში, ძალიან მნიშვნელოვანია ასაკი ჩვენი სპორტის სახეობისთვის. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ნებისმიერ ასაკში შეიძლება, ნებისმიერი ასაკის ბავშვი, მოზარდი თუ უფროსი დაეუფლოს ციგურებით სრიალს, მაგრამ რა თქმა უნდა სასურველია, რომ მაქსიმალურად ადრეულ ასაკში დაიწყონ ბავშვებმა სრიალი. როდის არის გვიანი? 6 წლის ასაკი უკვე ითვლება, რომ გვიანია. ამიტომ 4-5 წლის ასაკიდან უმჯობესია, რომ დაიწყონ ბავშვებმა სრიალი. ანუ სასწრაფოდ ყავს ბავშვი. და ჩვენი სახეობა ასაკობრივია, ასაკობრივად არის მოთხოვნები და აქედან გამომდინარე შემდეგ გაუჭირდება ბავშვს რომ დაეწიოს იმ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, თუ ეს პროფესიონალურ სპორტს ეხება. დანარჩენი ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ უკვე მოვიდნენ, საქართველოში არის 2 არაჩვეულებრივი ახალი ყინულის არენა და დღეს უკვე ნებისმიერ ბავშვს შეუძლია თბილისსა და ბათუმში ისრიალოს, აქვს საუკეთესო პირობები და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ჩემპიონი უკვე აღიზრდება ამ მოედნებზე. ოჯახზე მოგვეყარდი ახლა. მეუღლე გავიცანი, როგორც კი დავასრულე სპორტული კარიერა, იმიტომ რომ მანამდე საქართველოში ფაქტიურად ძალიან პატარა პერიოდებით მიხდებოდა ყოფნა და გავიცანი სადღაც 18 წლის ასაკში და მალევე შევქმნით ოჯახი. ძალიან ადრეულ ასაკში. გამოვერთ ძალიან ბევრი სირთულე 90-იანი წლების. ყავს 2 შვილი, ქალვაში. ყავს 3 არაჩვეულებრივი შვილიშვილი. როგორც ბებია როგორ ხარ? როგორც ბებია არ ვარ ისეთი მკაცრი, როგორიც ვიყავი დედა. ხო, აი მოკავი მაშინ როგორი მკაცრი დედა იყავ. ზოგადად ალბათ ჩემი სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე ვარ ძალიან მომთხოვნი ზოგადად. ნებისმიერ ჩემი ოჯახის წევრების, შვილების
თანამშრომლების ზოგადად მიყვარს ძალიან წესრიგი. და შვილი დადის ფიგურულ. შვილი დადის, სულ ეხლახანს დაიწყო და რა თქმა უნდა, როდესაც უყურებ როგორ ვარჯიშობენ. თავად რამდენად ხშირად გიხეთ სიგურებს ხედავ და ლამაზია რა თქმა უნდა კადრში, მაგრამ რამდენად ხშირად გიჩნდება სურვილი თავად ისრიალო და რამდენად კარგად გახსოვს რეალი. სურვილი, რა თქმა უნდა, სულ მაქვს ყინულზე დადგომის, მაგრამ განსაკუთრებით, როდესაც ძალიან ან გადაღლილი ვარ, ან ემოციურად დატვირთული ვარ, აი ციგურს ვიცმევ, ყინულზე ვდგები და ყველა პრობლემა მავიწყდება. შეგვიძლია რომ ეხაც დავიწყოთ პრობლემები? ნოე, არ გინდა რომ შენც ცადო? თუ ძალიან სახიფათო არა, პრინციპი სახიფათო როგორ არ არის, მაგრამ რისკი მიყვარს და მოდი მეც გავრისკავ, ნახოთ რა გამოვა. მოკლედ მე ჯერჯერობით გავარ ცოტას ვიმოზრავებ, მაგრამ მაკას რეალი რა თქმა უნდა არის ულამაზესი. წამო, იქიდან წამოვიდეთ. წამო. რაც ესე სისტრაფეში ვერ დაგეწევი, მაგრამ ჩვენი ვრად. ცოტა. კი, ხო? ალწიო ფეხი. აუ რა კაია, რა მაგარი სიამოვნება. Pap. მოკლედ ფაქტია რომ მე პირველად დავდექი, მაგრამ არც თუ ისე რთულია, თუ რაღაცა საბაზისო სპორტული მონაცემები აქვს ადამიანს ამას აქშიც კი ამის სწავლა და ნუ მაკაეთი სიამოვნება დღესაც შენი ხდება. მე მგონი გამოგვივიდა. როგორც ვახსენეთ, განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს ბოლო წლებში და მუშაობა იმ ფრონტზე, რომ საქართველო გახადო მომხიბვლელი სხვა ქვეყნებში სპორტსმენებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა და მოდი მაინც დავასახელოთ რა, იმიტომ რომ ჯერჯერობით და ესეც ალბათ პატარა პრობლემური ნაწილია, რომ არც ისეთი პოპულარულია და არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის ამ მიღწევების შესახებ, მაგრამ მოდი თვითონ მოციგურავებზეც ვილაპარაკოთ, ვინც წვლილი მიიღო ჩვენი ქვეყნის წარმატებაში. ნუ შენ უკვე ახსენე ელენე გედევანიშვილი, რომელიც ასე ვთქვათ პირველი ყველაზე ტიტულოვანი მერცხალი იყო ნამდვილად და მაშინაც ელენეს კვალ ძალიან ბევრი ბავშვი ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის მოედანზე, სწორედ მის მაგალითზე ძალიან ბევრი ბავშვი მოდიოდა. სხვათა შორის. ეხლა ამერიკაში მოღვაწეობს. და შემდეგ უკვე, როდესაც ჩვენ ნაკრები შეივსო, მორის ყვითელაშვილი იყო პირველი სპორტსმენი ვაჟთა კატეგორიაში პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე. ერთადერთი წარმომადგენელი ყავდა. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, იმიტომ რომ ყველა ქვეყნები, ძლიერი ქვეყნები იყვნენ გუნდით წარმოდგენილი და მაშინ საკმაოდ ცუდი შედეგით დავასრულეთ ოლიმპიური თამაშები. და არ ვიცი მართალი რომ გითხრათ რა მათქმევინა, რომ დასრულდა ძალიან გულნადგენი ვიყავი. და ოლიმპიურ კომიტეტს დავპირდი, რომ შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე გვეყოლებოდა გუნდი. და შემდეგ ჩემივე გამონათქვამი ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ ძალიან არასერიოზული და არარეალური დანაპირები იყო, გამომდინარე იქიდან, რომ სპორტსმენების აღზრდას ძალიან დიდი დრო სჭირდება და ჩვენ მხოლოდ 4 წელიწადი გვქონდა. აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი მიზანი იყო გუნდის, ძლიერი გუნდის შეკრება, რომელიც ღირსეულად იასპარეზებდა უკვე შემდეგ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე და ჩვენ ეს მისია შევასრულეთ. ვიასპარეზეთ გუნდურ ასპარეზობაში, ჩვენ გუნდს
უკვე შემოუერთდა გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც სოფლიო ფინალის გამარჯვებულები იყვნენ, ასევე ლუკა ბერულავა და კარინა საფინა. გოგონათა კატეგორიაში ალინა ურუშჩადეს უნდა ესპარეზა, მაგრამ ტრამვა მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მონაწილის ერთ სახეობაში სპორტსმენის ამოვარდნის შემთხვევაში გუნდი მთლიანად ვარდებოდა. აქედან გამომდინარე მოვიწვიეთ უკვე ანასტასია გუბანოვა, იმისთვის რომ შეგვევსო გუნდი და არ დაგვეკარგა საქართველოსთვის ისტორიულად პირველი შესაძლებლობა, რომ საქართველოს გუნდურ ასპარეზობაში ყოფილიყო წარმოდგენილი და ჩვენმა გუნდმა ძალიან ღირსეულად იასპარეზა. 13 ჯერ გამოვიდნენ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, 13 ჯერ გამოვიდნენ და ყინულზე ჩვენი მოციქურავები და არც ერთი შეცდომა არ დაუშვიათ. იმ 10 უძლიერეს, სოფლიოს 10 უძლიერეს გუნდს შორის ჩვენ ვიყავით მეხუთე პოზიციაზე მრავალ მილიარდიან ჩინეთთან და ოლიმპიური თამაშები იმართებოდა ჩინეთში. აქედან გამომდინარე, ესეც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. მაკა, სულ რამოდენიმე კვირა დარჩა ზამთრის ოლიმპიადამდე, რომელიც 2026-ის თებერვალში იმართება მილანში. რა მოლოდინები უნდა გქონდეს? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი ისევ მოხვდა გუნდურ ასპარეზობაში. ეს ცალკე ლიცენზია და ცალკე სარეიტინგო ქულებია და ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, იქ მოხვედრა. ამ ეტაპზე ვიმყოფებით გუნდური რეიტინგით ამ 10 უძლიერეს ქვეყანას შორის მეოთხე პოზიციაზე და მესამეზე არის იტალიის ნაკრები და ოლიმპიადა არის ისევ იტალიაში, ამიტომ ძალიან რთული ოლიმპიური თამაშები გველის. თუმცა კონკურენცია იქნება. ჩვენი ნაკრები ნამდვილად არის კონკურენტუნარიანი ამ ოლიმპიურ თამაშებზე. გვაქვს ძალიან დიდი ამბიცია. პირველ რიგში ალბათ რომ გავაუმჯობესოთ გასული პეკინის ოლიმპიური თამაშების შედეგები და შემდეგ რა თქმა უნდა ვიბრძოლოთ ყველაზე მაღალი შედეგისთვის. არ შემიძლია რომ ხე ეს კითხვა არ დავსვა. როდესაც ჩვენი მით უმეტეს მასში, როდესაც ფიგურული სრიალი განიცდის ასეთ პროგრესს, ხო? წლიდან წლამდე. ქართველებს ყავს ლეგენდა ეთერი თუთფერიც, რომელიც არანორმალური შედეგებით და წარმატებით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და სიტყვა ლეგენდა უკვე ყველაფერს მოიაზრებს კიდევაც. მაშინ როცა ქართული ფიგურული სრიალი განიცდის ასეთ პროგრესს, თუნდაც ესეთ გენეტიკურ საწყისებზე რამდენად იგრძნობა მისი მხრიდან, ან მხარდაჭერა, ან რამეში თუ გამოიხატება და ან რამეში, არ ვიცი, თუნდაც ჩართულობა. ეთერი ფაქტიურად ჩემი მოღვაწეობის პირველივე პერიოდიდან ძალიან გვერდში ამომიდგა. აბსოლუტურად უსასყიდლოდ, აბსოლუტურად მაშინ არ ვქონდა ძალიან წირი იყო ჩვენი შესაძლებლობები. მორის ყვითელაშვილი არის ეთერის მოწაფე, ნიკა ეგაძე, რომელიც არის ახლა ძალიან წარმატებული სპორტსმენი, რომელიც ბათუმის სპორტულ ცენტრში დაიწყო პროფესიონალური კუთხით ვარჯიში და შემდეგ უკვე გავაგზავნეთ ეთერისთან და უკვე რამდენიმე წელია ვარჯიშობს მასთან. ეთერის ქალიშვილი დიანა დევისი, რომელიც არის ჩვენი გუნდის თავის მეუღლესთან ერთად, გლევს მოუგინთან ერთად არის ჩვენი ნაკრების წამყვანი მოციგურავე, არის სწორედ ეთერის ქალიშვილი. ეგ არ ვიცოდი, როგორ საინტერესო ნიუანსია ესეც. აქედან გამომდინარე ეთერი მუდმივად გვერდში გვიდგას, როგორც პროფესიონალური კუთხით, ასევე თავისი გამოცდილებით და ძალიან გვეხმარება, რა თქმა უნდა, და ეს არის უდიდესი მონაპოვარი. ჩემი გადაცემის პარტნიორი არის Home Vision-ი, რომელიც გახლავთ მისონის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მადლობა მათ პარტნიორობისთვის. რამდენად საკმარისი მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან სპორტის სამსახეობაში? ძალიან დიდი მხარდაჭერაა და ნამდვილად რომ არა სახელმწიფოს გვერდში დგომა, რომ არა სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გვერდში დგომა, ეს შედეგები ნამდვილად ვერ იარსებებდა. იმიტომ რომ რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს სპორტსმენი, რაც არ უნდა მონდომებული იყოს ხელმძღვანელი, ამ ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელია იმ მაღალი შედეგების მიღწევა,
რომელიც ალბათ ჩვენ ყველა ერთად გვინდა და სწორედ ამისთვის ვიბრძვით, ამიტომ ნამდვილად ამ ეტაპზე ძალიან გვერდში უდგანან ჩვენ სპორტსმენებსაც, ფედერაციასაც. ორი ახალი ყინულის მოედნის გახსნაც ნამდვილად მოწმობს იმას, რომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა უკვე ზამთრის სახეობებს, საციგურაო სპორტის სახეობებს და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი მომავალი უკვე ყინულის სპორტის სახეობებისთვის. მთავარი თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც ესე ძალიან დაგვაახლოვა და აქვე საჯაროდ მადლობას გეუბნები იმ გაწეული შრომისთვის, რაც მაყურებელმა იხილა. ჩვენ ეს პროცესი პრაქტიკულად რამოდენიმე თვის წინ დავგექმით, ხო, როდესაც დარბაზი სულ ახალი გახსნილი იყო. ამან ძალიან ბევრი რამის ინსპირაცია მოგცა ჩვენი პირველი კონტაქტის 13 წლის თავზე, რომ უკვე რეალობად გახსდა ის სურვილი და ოცნებები. და ჩვენთვისაც, გადამღები ჯგუფისთვისაც, მთლიანად ეს იყო ურთულესი გამოწვევა, თუმცა იმდენად კარგად იყო ყველაფერი დაალაგებული, როგორც რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან, ასევე თქვენი მხრიდან და ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კარგი პარტნიორობა გამოდის, ხო, როდესაც პირველად არის თანამშრომლობა, რომ იმდენად კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, რომ მე დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ამას ყველაფერს უკვე ეკრანზე მიხვდებოდა. და კიდევ ერთხელ ვამბობ აქვე ამისთვის საჯარო მადლობა. ასეთი ტიპის სანახაობა ამაზეც ვიცი პრაქტიკულად პასუხი, მაგრამ მოდი საჯაროდ კითხავ, რამდენად სასარგებლოა სპორტის სამსახეობისთვის. პირველ რიგში მინდა მართლა ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელი მადლობა გადაუხადო ტელეკომპანია იმედს თელ თქვენ შემოქმედებით ჯგუფს, რომელმაც მართლა არ ვიცი დღე და ღამე ჩვენთან ერთად გაწია ძალიან დიდი სამუშაო. მადლობა მინდა გადაუხადო, რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტროს, კულტურის სამინისტროს იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა მოგვცეს, მისცეს ჩვენს სპორტსმენებს არაერთი ხელოვნების ვარსკვლავებს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იყო ფიგურული სიგურაობის პოპულარიზაციისთვის, იმიტომ რომ მე და შენ არაერთხელ აღვნიშნეთ უკვე საუბარში, რომ არ ხდება ხშირად ტრანსლაცია, მაყურებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ხშირად იხილოს ჩვენი მოციგურავეები ყინულზე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მშობელი, უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება და ესტუმრება ყინულის მოედანს თბილისშიც და ბათუმშიც. მადლობებში მეც შემოგიერთდები, შენ თეისთან რა თქმა უნდა, მადლობა მინდა უთხრა ლაშა ჯოხაძეს კოსტიუმებისთვის, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს, თავისი მუსიკალური, არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმებისთვის, ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს, მთავარ რეჟისორს ზურაბ ამხელაშვილს და რა თქმა უნდა, მადლობა სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძის იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა და ძალიან ბევრი ნიუანსი მოახმარა იმისთვის, რომ შოუ შემდგარიყო და რა თქმა უნდა, დიკა რუხაძეს მადლობა კულტურის სამინისტროს, იმიტომ რომ ის იყო მთავარი მხარდამჭერი ამ პროექტის, რომელიც იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება. და მოციგურავეებს დიდი მადლობა ასევე, ხო, რომლებიც ტურნირებს მოწყდნენ, ზოგი ვარჯიშს მოწყდა და თავისი სული და გული ჩადეს ამ პროექტის ძალიან დატვირთული პერიოდი იყო. ძალიან დატვირთული პერიოდი იყო ჩვენი ნაკრების წევრებისთვის, იმიტომ რომ ჩვენთვის ახლა ეს სეზონია, წინ გვაქვს მსოფლიო ფინალი იაპონიაში, შემდეგ ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები, მაგრამ ესეთ არაჩვეულებრივ პროექტზე, რა თქმა უნდა, უარს ვერ ვიტყოდით და მე მიხარია, რომ ერთობლივად განხორციელდა მართლა ჩემი აზრით შეიძლება ვარ სუბიექტური, მაგრამ ერთ-ერთი ულამაზესი და ძალიან სანახაობრივი პროექტი. ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო დიალოგისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ასეთივე საინტერესო იყო მაყურებლისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრ წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა. თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, რაც ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ქართული დროშა ფრიალებს, სადაც არ უნდა იყოს ეს
ეს კიდევ უფრო მეტ სიამაყეს და კიდევ უფრო მეტ სიხარულს გვრის თითოეულ ჩვენს ამ ქვეყნის დიდი მადლობა. მოქალაქეებს.